საქმე რაშია. როცა თოფს ამსუბუქებს შენ ერგალის კოლოფის მეშვეობით, ხდება რა, ბალანსი კი შეიძლება არ დაირღვეს და ჩვენ აი ესე ცენტრში გვეჭიროს. გვეკავოს და თქვათ თოფი გაჩერდეს რა, ანუ იყოს კარგად დაბალანსებული, მაგრამ ბალანსის ყველაზე მთავარი პრინციპი არ არის მაინც და მაინც აი ეს მომენტი. ბალანსის ყველაზე მთავარი პრინციპი არის თოფის შემთხვევაში, რომ ესე იგი ყველაზე მძიმე წერტილი იყოს შუა ნაწილში. და ეს ანუ ხელზე ჩამოდებული სადაც ყველაზე მძიმე ნაწილი უნდა იყოს აი ამ შუა ნაწილში, რომ თოფი მხოლოდ ესე კი არ იყოს დაბალანსებული, მაგალითად კონდახის ხარჯზე ან რაღაცის ხარჯზე. ანუ მთლიან ძირითადი წონის წერტილი ეპიცენტრი იყოს აი ამ შუა ნაწილში, რომ თოფი იყოს მორგებული თოფი იყოს. და როდესაც აკეთებენ მწარმოებლები აი ამ კონსტრუქციას კოლოფს ერგალისგან როდესაც ამზადებენ, ხშირ შემთხვევაში ლულები რჩება იგივე, ჩვეულებრივი, რაც არის ფოლადის იგივე ანალოგზე გამოყენებული. და პრობლემა რაშია? ნახეთ, აქ არ არის შუალედური თამასა. შუალედური თამასა. ხო, აი ახლა ზედა თამასა ამ თოფს. თავშტაბოლოში უჭერ. აქვს კარბონის. კარბონის თამასა. კომპოზიტორის არის რა ქვია. ესე იგი დამსუბუქებულია ლულებიც. კოლოფი რო დამსუბუქებულია, ლულაც არის დამსუბუქებული და ასევე არის დამსუბუქებული კონდახიც. აი ამის ხარჯზე, სალოკის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს მასალა მაგალითად უფრო მსუბუქია ვიდრე კაკლის მასალა და შესაბამისად დიდი ამორტიზატორი აქვს ასევე ამ თოფს. ანუ ვინც გააკეთა, მაგრამ უფიქრია რა. და კიდე არის ერთი მომენტი. აი ეს ნაწილი, აი ხო ჩვენ დავშლით თოფს. ორი ზამბარაუზე. ცოტა რაღაცა მექანიზმი. უყურეთ. აი ეს ნაწილი სანემზე დაფა. ეს მოძრაობს. სანემზე იხსნება კიდევაც კონსტრუქტორია ჩათვლი. სანემზე დაფა არის ფოლადის. და ნახეთ როგორი მასიურია. ანუ რაღაც დონეზე წონა შენარჩუნებულია ცენტრში. და დამსუბუქებულია ლულები და კონდახი. ეს გვაძლევს ჩვენ ამ თოფში იდეალურ ბალანსს. ესე იგი მსუბუქია, მორგებულია, კარგად ძალიან დაბალანსებულია. მაინც და მაინც დიდი უკუცემა არა აქვს ამის ხარჯზე და ეს არის დღევანდელ დღეს ერთ-ერთი ესეთი პროგრესული თანამედროვე თოფი. საშიშროება არა, რომ თქვა მძიმე ტყვია ჩადოდა, თქვა ეს დაზიანდეს არა, გათვლილია ყველაფერი. ეს თოფი დაახლოებით 10 წელია, რაც არსებობს ბაზარზე და შესაბამისად რაღაც პრობლემები აქვს, თავისთავად ხდება აი ეს მოძრავი როა, რატოა, რისთვის იმაშვრებიან? აი რატო უნდა იყოს? მინახია რომ მოძრავი იყოს. ნუ ამ შემთხვევაში ნახეთ, მე რო ვთქვა რომ ეს რაღაცნაირად არ ბილებს, მე შემიძლია ეს თქვა, მაგრამ თოფს რო ავაწყობ